MATLAB პროგრამული პაკეტის გაშვების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფანჯარა, რომელიც შეიცავს მენიუს, იარაღების პანელს, ჩანართებს და ძირითად საბრძანებელ ფანჯარას command window. MATLAB-ის სამუშაო მაგიდის მოწყობა შესაძლებელია desktop მენიუდან. Desktop მენიუში არის ესეთი, როგორცაც ამ წუთში ჩვენ ხედავთ. აი აქ არის ჩამოთვლილი, რომელი ფანჯრებიც არის ამ წუთში აქტიური: command window, command history, current directory, workspace. აქ შეგვიძლია ასევე გავააქტიუროთ help ფანჯარა და profiler ფანჯარა. ჯერჯერობით რაც გვაქვს გამოტანილი ფანჯრების შესახებ, თქვათ, ამ ძირითადი ფანჯარა ეს არის command window ფანჯარა, რომელშიც გვაქვს ესეთი ორი ის არის და აქ ციმციმებს ვიწვევის კურსორი. ანუ აქ შეგვიძლია შევასრულოთ ინტერაქტიულ რეჟიმში MATLAB-ის ნებისმიერი ბრძანება, ასევე აქედან შეგვიძლია შევასრულოთ MATLAB-ში ჩაწერილი ნებისმიერი ფუნქცია. Current დირექტორიაში ჩანს მიმდინარე დირექტორიაში MATLAB-ში შექმნილი ფაილების ჩამონათვალი. დავააქტიურებ, მომნიშნა უფრო სწორედ, გამოჩნდება აი აქ ის კომენტარი, პირველი კომენტარი, რომელიც აი ამ ფანერთ ფაილში არის ჩაწერილი. ამ საკითხზე შემდეგ ვისაუბრებთ ჩვენ უფრო დაწვრილებით. რაც შეეხება workspace, ეს არის მიმდინარე სეანსის დროს გამოყენებული ცვლადების განთავსების ადგილი, სადაც შეგვიძლია დავარედაქტიროთ ასევე მიმდინარე ცვლადი, რომელიც გამოყენებული გვაქვს ამ სეანსის დროს. Command history-ში არის ბრძანებების ჩამონათვალი, მიმდევრობა უფრო სწორედ, რომელიც ჩვენ გამოვიყენებთ MATLAB-თან მუშაობის პროცესში. გვინდა რომ რაიმე ბრძანება შევასრულოთ MATLAB-ში, უნდა გავააქტიუროთ command window და აი აქ ავკრიფოთ ჩვენთვის ასურველი ბრძანება. უმარტივესი ბრძანება მაგალითად 5+9 და ამის შემდეგ პირდაპირ კლავიატურაზე ვკრებთ აი ამას და შემდეგ Enter ღილაკზე მოქმედების შედეგად მივიღებთ აი ესეთ შედეგს, რომელიც შედეგი მიენიჭება მას სვლაც. როგორც ხედავთ, აი აქ workspace ფანჯარაში აისახა შესაბამისად ANS სვლადი. თუ აი ამის რედაქტირება გვჭირდება ჩვენ აი ამ ANS სვლადის ან მიმდინარე სხვა სვლადის რედაქტირება, რომელიც აქ არის ასახული, შეგვიძლია მასზე ორჯერ დატკაპუნებით შევცვალოთ. ახლა ნახოთ, როგორ შევიტანოთ, თქვათ, აცვლადის მნიშვნელობა, აცვლაც მინდა რომ რაღაცა მნიშვნელობა მივანიჭო. ანუ აუდრის 23 ამ შემთხვევაში ეს შედეგიც აი აქ აისახება. აი ნახოთ ახლა ამის რედაქტირება ორჯერ დატკაპუნებით გაიხსნება variable editor-ი და ამ ედიტორში შემიძლია პირდაპირ შევცვალო აი ამ ცვლადის მნიშვნელობა სხვა ახალი ნიშნულობით და ისევ enter-ით დატკაპუნებით ხედავთ რომ აცვლადის მნიშვნელობა შეიცვლება, ექნება უკვე სამეტისტური ნიშნულობა. რაც შეეხება მოტანის ფორმატს, შეგვიძლია შევარჩიოთ file menu-დან და შემდეგ აი აქ ავირჩიოთ preferences პუნქტი, file preferences. აი აქ აქტიურია command window და აქ desktop display-ში არის მითითებული numeric format, ანუ short ფორმატი და numeric display loose. ეს იმას ნიშნავს, რომ მონაცემები გამოიტანება short ფორმატში, ანუ თქვათ, მე თუ მაქვს ჩაწერილი 10 წილადი მნიშვნელობა, 10 წილადი წერტილის შემდეგ გამოიტანება 4 თანდიკი. თუ ჩვენ ბრძანებათა ფანჯარაში ავკრიფავთ ბრძანებას, მაშინ გამოგვიტანს იმ ცვლადებს, რომლებიც workspace-ში გვაქვს განთავსებული, თუ ავკრიფავთ ბრძანებას, მაშინ გამოგვიტანს ცვლადების დასახელებას, ცვლადების ზომას, ცვლადების ტიპს, როგორც კლასს, უბრალოდ როგორია. თუ ჩვენ გვინდა უბრალოდ ეკრანი გავასუფთავოთ, შეგვიძლია ავკრიფოთ ბრძანება CLC, Enter დავაჭიროთ და ამ შემთხვევაში ეკრანი გასუფთავდება მთლიანად. თუ ჩვენ გვინდა workspace-ი და ბრძანება ამ შემთხვევაში გასუფთავდება მიმდინარე სამუშაო არე. Command history-ში გვაქვს ბრძანებები, რაც ადრე იყო შესრულებული აი აქ. მე თუ მინდა დავუშვათ რომელიმე ბრძანების შესრულება, მარჯვენა ღილაკით შეგვიძლია გამოვიტანოთ კონტექსტური მენიუ და შევასრულოთ სხვადასხვა ბრძანებები. ან შესაძლებელია რომ მიმდინარე რომელიმე ბრძანებაზე ორჯერ ზედიზედ დავაწყებინოთ და ეს ბრძანება შესრულდება თავიდან command window ფანჯარაში. ანუ ეს სვლაც მიენიჭება good day ნიშნულობა. ეხლა თუ მივაქციეთ ყურადღება, აი აქ წერია ეს უდრის good day აპოსტროფებში, ეს ნიშნავს რომ string-ის ტიპის არის ეს სვლადი, სტრიქონული ტიპის არის ეს სვლადი. წერტილზომის დასმა ბრძანების ბოლოში
იმის მიმთითებელია, რომ ამ სიდიდეს ცვლაც მიინიჭება მნიშვნელობა, მაგრამ აღარ დაიბეჭდება ეს მნიშვნელობა. თუ მე დავწერ D უდრის თქვა 99-ს და enter-ს დავაჭერ, მაშინ ეს მნიშვნელობა აქ იბეჭდება, მაგრამ მე თუ დავწერდი და წერტილმძიმეს დავუწერდი, ორივე შემთხვევაში მაშინ მინიჭება ხდება ამ ცვლადებზე შესაბამისი მნიშვნელობების, მაგრამ პირველ შემთხვევაში ეს განმეორებით გვიბეჭდავს აი ამ first page-ში გამოიტანს აი ამ მნიშვნელობას და თუ წერტილმძიმე აქვს დასმული, მაშინ მიანიჭებს, რომ არ დაბეჭდავს.